მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს ახალი ეპიზოდი, როგორ უნდა გავატაროთ სწორად ბრეიქინის პერიოდი ხიდებზე, ეგრეთ წოდებული აფკატკა. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გავატარეთ ჩვენ კონკრეტულად ამ მანქანაზე ეს აფკატკის პროცედურა. ეს კონკრეტული მეთოდი უკვე გატესტილი არის Raptorze შეცვლილი არის გადაცემები და დეტალურად გაჩვენებთ, როგორ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ახლა ცოტა ხანში ვიპოვით გასაჩერებელ ადგილს, რომ გავაჩეროთ გზაზე მანქანა და მოგიყვეთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ აფკატკის პირველ 100 კილომეტრზე, აფკატკის პირველ 100 კილომეტრზე. გამოვედით გარეთ, რომ გადავიღოთ თეორიული ნაწილი, თუ როგორ გავატარეთ აფკატკა ჩვენ მანქანას, როდესაც გამოვედით გორიდან. თუ არ გაქვთ ეგ ვიდეო ნანახი, აუცილებლად იხილეთ არხზე. და ვიდეოს მეორე ნაწილი იქნება უკვე პრაქტიკული, სადაც უკვე დავშალეთ ხიდები, ჩამოვასხით ზეთი და უკვე დეტალურად ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ ახალი ზეთის შეცვლისას და რას უნდა დავაკვირდეთ, რომ რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას. ამ ვიდეოს ვიღებთ იმისთვის, რომ აფკატკა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მანქანისთვის და კონკრეტული წესები უნდა დაიცვათ, როდესაც აკეთებთ აფკატკას. მხოლოდ ხიდებს არ ეხება, ეს შეიძლება იყოს სამუხრუჭე სისტემა, შეიძლება იყოს ხიდები და შეიძლება იყოს ძრავი. და ამ ყველა კომპონენტის ბრეიქინს აქვს თავის წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. თუ არ გაითვალისწინებთ, შეიძლება დიდი არაფერი არ მოხდეს თავიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ნაწილები უფრო მალე გაიცვითება, ან ყველა ვარიანტში ცუდად გაიცვითება. რაც დროთა განმავლობაში უფრო ცუდ სვეტას მოგცემს, შეიძლება ხმაც აიკიდოს, ხიდების შემთხვევაში შეიძლება ხიდებმა ხმა აიკიდოს და უფრო მალე გადახურდეს. ხმის აკიდება და გადახურება კი ნიშნავს, რომ შესაძლებელი არის, რომ რომელიღაცა კბილანა მაღალ ტემპერატურაზე მოწყდეს, შეიძლება მთლიანი კბილანა არ იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს ნაწილი, რამაც შეიძლება ეგრეთ წოდებული ხიდის ჩაშლა გამოიწვიოს. ამიტომ ამ ვიდეოს ვიღებთ იმისთვის, რომ როდესაც გადაიხდით დიდ თანხას ახალ ნაწილებში, მაგალითად ხიდების გადაცემაში, კიდევ ერთხელ არ მოგიწიოთ რაღაც დროის მერე გადაცემების შეცვლა. რადგან ცუდი აფკატკის შემთხვევაში შეიძლება ძალიან მალევე მოვცვითოთ ეს ჩვენი ახალი კბილანები და მოგვიწიოს კიდევ ერთხელ იგივე თანხის გადახდა, რაც არ არის ძალიან სასიამოვნო. მოკლედ გავჩერდით ახლა და ახლა პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა შევამოწმოთ ხიდების ტემპერატურა. და მაგისთვის გვაქვს ესეთი ხელსაწყო, ჩანს? ესე რომ რაღაცას დაუმიზნებთ, გვიჩვენებს რამდენი გრადუსი არის. ესეთი დევაისის ქონა არ არის საჭირო, რატო ვჩერდებით. უკლედ, როდესაც დავაყენებთ გადაცემებს, პირველი 25 კილომეტრი უნდა ვიაროთ 60 კმ/სთ-დან 70-მდე, მეტი არა. მაგ პერიოდში კბილანები იწყებს ერთმანეთთან მოდებას და მაგის გამო ძალიან მაღალი ტემპერატურა შეიძლება შეიქმნას ხიდებში. იმისთვის რომ არ გადავახუროთ 25 კილომეტრის მერე უნდა გავჩერდეთ და 40 წუთით უნდა გავაჩეროთ მანქანა მინიმუმ იმისთვის რომ ხიდები გაგრილდეს და გაცივდეს. მივალთ და შევხედავთ ხიდს წინიდანაც და უკნიდანაც. ხა ამის შემთხვევაში გვიწერია რა 22 გრადუსია. დიდი მანძილი არ გვაგვივლია. ცოტა აქედან არა კომფორტული იქნება. იმიტომ რომ ხიდი აქეთ ამ მხარეს არის, მოკლედ აქედანაც. აქედან არის 27 გრადუსი. ყველაზე მეტად გაგვიხურდება უკანა ხიდი, რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ უკანა ხიდზე უფრო მეტი დატვირთვა გვაქვს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნება უკვე პინიონის მხარეს. ახლა რომ შევხედოთ რამდენი არის, აქეთ დავუმიზნებ. 43 გრადუსი. უკანა და წინა უფრო სწორად უკანა მხარე აქედან მარტივად და ეხლა აქეთ ამ მხარეს გვაქვს 59 გრადუსი. იქ სავარაუდოდ ვერ დავუმიზნე და ცოტა არაკომფორტული არის. მოკლედ, ნორმალური ტემპერატურა არის ეს
ჩვენი მიზანი არის ის, რომ არ გადავახუროთ. გადახურება არის უკვე 90 გრადუს ზევით. 90 ზევით ესეთი დევაისი თუ არა გვაქვს. შეგვიძლია უბრალოდ ხელი დავადოთ და ხელი თუ დავიწვით, ესე იგი დუხს ხიდი. რას ლოგიკური არის რა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მივადეთ და თბილია და ხელს არ უიწვევთ, ესე იგი ოკეი არის. 25 კილომეტრი გავიარეთ. თუ გორში აკეთებთ ჯიპმასტერში, ესე იგი ბანზე მოგიწევთ ამ პროცედურის გავლა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან ნაზად უნდა ვატაროთ მანქანა ზედმეტი გაზის, ფიცხი გაზის გარეშე, ან უცებრო არ დაუძრათ. ცოტა მანქანების ხმაური იქნება ალბათ ვიდეოში და არა უშავს. ჩვენ ვიტანთ, თქვენც აიტანთ. 25 კილომეტრის მერე ვაჩერებთ მანქანას. დაახლოებით 40 წუთით, 50 წუთით არ უნდა დავიზაროთ, იმიტომ რომ კარგად გვინდა რომ გავაკეთოთ ბრეიქინის პერიოდი, გავიაროთ. 40 წუთის მერე კიდევ ერთხელ მაინც შევხედავთ ტემპერატურას და უკვე როდესაც გაგრილდება დავიძრებით. იგივენაირად შემდეგ მსგავს მანძილს გავივლით, უკვე ოღონდ სიჩქარეს ვზდით, 70 კილომეტრიდან უკვე 90 კილომეტრამდე შეგვიძლია რომ ვიაროთ და პარალელურად დააკვირდებით. თუ ცუდად არის კბილანები დასმული, ეგრევე ხიდის ხმას გაიგებთ. რაღაცა ხმა იქნება და ამ ყველაფერს იგრძნობთ. ამისთვისაც ჩქარა არ უნდა იაროთ, ნელა ივლით წყნარად და თან დააკვირდებით მანქანის საქციელს. მეორე გაჩერებაზე, როდესაც კიდევ ერთხელ გავივლით დაახლოებით 50 კილომეტრს ჯამში, 70-ს გავაჩერებთ, იგივენაირად ვზომავთ ტემპერატურას, ვაციებთ, ანუ ჯამში გვიწევს 2 ციკლი გაციების. გაცივდება 1 საათის განმავლობაში, გზად შეიძლება ბანზე შეხვდეთ დრაივი, უბრალოდ ესე ჩვენნაირად გზაზე რო არ გააჩეროთ, ჩვენ ეს პროცედურა უკვე გავატარეთ და მაგიტომაც ჩვეულებრივად დავდივართ. და როდესაც თბილისს მეორედ გავაციებთ, შეგვიძლია უკვე დავიძრათ თბილისში. თუ გორი-თბილისის დისტანციაზე არის საუბარი 100 კილომეტრი. თბილისში მეორე გაჩერების შემდეგ ჩვეულებრივად შეგვიძლია ვიაროთ, მაქსიმალური სიჩქარე არის 100, ნუ სასურველი არის რომ 90-ით ვიაროთ. ჯამში უნდა გაიაროთ 800 კილომეტრი გადაცემების დაყენების შემდეგ და ეს 800 კილომეტრი უნდა გავიაროთ ისე რომ მანქანა არ დადიოდეს ოფროუდზე და არ ვთავდეთ წინა ხიდს. იმისთვის რომ დატვირთვა არ იყოს წინა ხიდზე და არც უკანა ხიდზე, რადგან ოფროუდში უფრო მეტ დატვირთვას მივცემთ ხიდებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენ ვიწყებთ აპკატკას, მე მაგალითად ვიფიქრე იმაზე, რომ მოდი ახლა უცებ გავატარებ აპკატკას და წამ ბათუმში წავიდეთ და უკან დავბრუნდეთ. რაც არ არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ აპკატკის პერიოდში ხიდი უნდა ცივდებოდეს, ანუ ისეთ მანძილებზე უნდა დავდიოდეთ, რომ ხიდი არ გადავახუროთ. და ესე ბათუმში წადი-წამოდი ერთ დღეში მანქანას არ გააჩერებ და ავტომატურად ხიდებსაც გადაახურებ. ხოლო ხიდების გადახურების შემთხვევაში შეიძლება კბილანა მორბილდეს ტემპერატურის გაზრდის გამო და რაღაცა ნაწილი მოწყდეს, ნაწილაკი. რაც შემდეგ უკვე პრობლემებს შეგვიქმნის. მოკლედ, პირველი გაჩერება, ტემპერატურის გაზომვა ან ამ ხელსაწყოთი, ან ამ ხელსაწყოთი. 40 წუთი 1 საათი გაჩერება შეძლების დაგვარად, მაგრამ აუცილებელი არის რომ გავაჩეროთ. ვიძრებით, სიჩქარეს ვზდით, 70-90 კილომეტრი/საათ შეგვიძლია ვიაროთ და შემდეგ მეორეჯერ ვჩერდებით, იგივე პროცედურას ვამეორებთ, ყავას ვსვავთ, ან უბრალოდ ვისვენებთ მანქანაში და მერე ვიძრებით თბილისში. ახლა კი გადავინაცვლებთ გარაში, მეორე ნაწილზე, სადაც ხიდებს გავხსნით, ჩამოვასხავთ ზეთს და უკვე ვილაპარაკებთ უფრო ტექნიკურ ნაწილებზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც გავხსნით ხიდებს. არა, წინა ხიდი დავშალეთ უკვე და ჩამოვასხით ზეთი, გავწმინდეთ და ავაწყეთ. ახალი ზეთის ჩავასხით. კადრებს იხილავთ, სავარაუდოდ ჩავსვავ მაგ კადრებს. ესეთი მეტალის პუდრა გამოგვივიდა აპკატკის შემდეგ, რომელიც მაგნიტით ამოვიღეთ ზეთიდან. ესეთი პუდრა არის და დიდი ნაწილაკები არა აქვს. თავარი ეგ არის, რომ ნაფხე კი? არა.
ნაგლეჯები ხო ან დიდი ნაწილაკები არ უნდა კონდეს. ეგ არის ყველას თავარი და ჯამურად სულ ეს არის, რასაც ქაღალდზე ხედავთ, ამაზე მეტი ხო, წინა ხიდიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლედ ამ სითხით წმინდავთ შიგნით ხიდს. ხო, მთავარია რომ სამუხრუჭე ხუნდების საწმენდი აერჩიოთ, ბენზინითაც შეიძლება და ვასხავთ ამ სოილის სინთეტიკურ ზეთს 75-140-ზე, ძალიან კომფორტული ჩასასხმელი ზეთია. ესე გამოიყურება თვითონ ზეთი, რომელიც ჩამოვასხით. ხო და გაწმენდის შემდეგ კომპრესორით ვაშრობთ და გამოგვაქვს ზედმეტი სითხე რა. ხო, ზეთით ცოტა უკმაყოფილოები ვართ. ხო, დანამატებს შეიცავს და ძალიან ბლანტია და ფაქტიურად ორი აი ეს საწმენდი სითხე დავხარჯეთ იმისთვის რომ გამოგვეწმინდა შიგნიდან. ძალიან ბლანტია, ეხლა ვიდეოში ბლანტი არ არის, იმიტომ რომ ამ სითხეს შეიცავს საწმენს, მაგრამ რეალ ჟელესავით იყო და ქონდა ქაფი. თქვენს რომ მსგავს რაღაცას გაიმეორებთ, კარგად გამოწმინდეთ რა. ეგ უნდა თქვა რა ასეთ უნდა ეროდეს. კარგი და ცუდი რა კბილების პატერნი წვეთის და კბილის ნაგლეჯები არ უნდა იყოს რა. ო, ყველაზე საშიში არის, როცა დიდი ნაგლეჯი შეგხვდებათ ხიდს რო გახსნით. ხუბს ისედაც გააჩნია მაგნიტი. აქეთ ამ ხარეს. უკანა ხიდს რო გავხსნით, მაგ გახსნის პროცესსაც გადავიღებთ. უკან არის ორივე ხიდზე ხუბზე მაგნიტი და მაგ ხუბზე იკრავს მოკლედ ამ მაგნიტებს, მაგრამ გამორეცხვისას შეიძლება კუთხეებიდან და ზეთშიც იყოს აი ეს პუდრა. მთავარია რომ ეს დიდი ნაწილაკები არ შეგხვდეთ. ქაფი პირველად შეგხვდა მე მგონი, ხო, ესეთ პროცედურაში. ხო. გაწმენდვის შემდეგ კარგად გაამშრალეთ ხიდი და ან გერმეტიკზე დასვით, ან კიდევ მრავალჯერადი პრაკლატკით. ხო, თქვენი აზრი გავითვალისწინეთ, არ კომენტარი გავითვალისწინეთ და დინამომეტრიულებს არ იყენებთ ხო და? ხო, დინამომეტრიულებს ზოგადად ვიყენებთ. დინამომეტრიულებს არ ვიყენებთ ჩვენო რა. გამარჯობთ. მაგრამ გავიტყდა მოკლედ იმ კაი კაცის კომენტარის მერე. მაიც შემოატრიალე და იზიარებ იმ ადამიანის კომენტარს. ეს არის მოკლედ ნახეთ, როცა ხართ ხო, ვიღაცასთან სტუმრად მათი რა ქვია მაგას? ინსტრუმენტები? არა, მათი ქუდი უნდა დაიფარო. ზოგჯერ რაღაცებს წირავ, ეხლა პანაცე არ უნდა იყოს დინამომეტრიულის გამოყენება. არ იყენებს ადამიანი და არ იყენებს ეხლა რა ვქნა. მე ვიყენებ დინამომეტრიულს. ერთი დინამომეტრიული. მეორე დინამომეტრიული. სხვათა შორის Amazon-ზე ერთ-ერთი საუკეთესო დინამომეტრიულია. 8 წელია ვიყენებთ ამას. მოტო გვაქვს 5 ჯერ დაშლილი მე მგონი და აწყობილი ამით. მოტოს ამორტიზატორები და ის მთლიანად დინამომეტრიული იჭერება რა. აგერ კიდე დინამომეტრიული. მეტი რა დინამომეტრიული მაგაჩვენოთ. თან მიმართებაში ხელს არ ვაკარებ ერთ ბოლსაც კი დინამომეტრიულის გარეშე. დღესაც რაღაცები დავასერვისებ ტრაქტორზე. Throttle body დავშალეთ, გავწმინდეთ, სვეჩები შევცვალეთ, გეფები გავასწორეთ და ყველაფერი დინამომეტრიულად უჭერთ და არის რაღაცები, რასაც ახლა მოსულა რა. და რატო ვაკეთებთ? იმიტომ რომ ცუდი გამოცდილება მივიღეთ არაერთ. გამოცდილება ძალიან ცუდი გვაქვს. ერთხელ თაში გავჭედეთ იმაზე ენდუროს მოტორზე პრუჟინა ამორტიზატორში ერთი ჩაიკეცა და ვეღარ გაიშალა, იმიტომ რომ ხელით დაუჭირეთ ამაპაპურად და მეორე ძრავზე ორჯერ ვანუსები შევცვალეთ რა. იმიტომ რომ დინამომეტრიული არ იყო დაჭერილი და არის კიდე დინამომეტრიულის გარდა არსებობს ეგეთი პრაქტიკა torque to yield. Torque to yield არის როცა ბოლტს ჭიმავ თავის სპეციფიკაზე რა.
და მან რამოდენიმე საფეხურიანი, ასე ვთქვათ, გადაჭერა არის რა. მეგონი მაგათაც მოიწევს. აი ეს ვაჩვენებ. არის ბოლტები, რომელსაც ინსტრუქციის მიხედვით. არის ბოლტი, რომელიც მაგალითად უჭერ პირველ დაჭერას აკეთებ 40 ნიუტონით, მერე უკან უნდა დაატრიალო 360 გრადუსით, მერე უნდა დაუჭერო მაგალითად ვანუსის ზეპირად ვიცი უკვე. მერე უნდა დაატრიალო 35 ნიუტონით და მერე ამ 35 ნიუტონიდან უკვე ნიუტონ მეტრით კი არ იჭერება, არამედ დახრას აკეთებთ რა. ანუ იმ ადგილიდან მაგალითად აყენებ 0-ზე და 180 გრადუსით 180-ით უნდა დაატრიალოთ რა. ეს არის თვითონ ბოლტი რა, ვანუსები მაგალითად ეგეთ ზრავის ვინც ზრავებზე აკეთებს, ზრავის ნახევარზე მეტი გალოვკებს, ყველა ეგეთი პრინციპით ეჭირება და მოკლედ მე არავის იმაში ჭუას არ ვარიგებ რა. მე გეუბნებით ჩვენ გამოცდილებას და ჩვენ გამაზრებს რა. ხელოსანმა ააწყო ძრავი და 4000 კილომეტრი გაიარა და იგივე დაემართა აბსოლუტურად რა. შემდეგ რომ кейსი გავხსენით, ბევრი ვიჩხუბეთ, პირველი რაც გვითხრეს რომ ბოლტი გახსენით. სხვათა შორის ამით გადავამოწმეთ და ამას აქვს ტრეკინგის საშუალება რა. ანუ დაჭერილი ბოლტი რამდენზე იყო დაჭერილი თავის დროს და შევამოწმეთ ვაფშე არ იყო აცდენილი, ან ბოლომდე არ იყო დაჭერილი, იმიტომ რომ ხელოსანს ეგონა რომ მივიდა ბოლომდე წკიპზე და დარჩა და ეგ არის და რეალურად ბოლტი უნდა გაიშალოს კარგად და გადაიჭიროს რა. მოკლედ ბევრი რამე არის. თქვენ თვითონ გამოიყენეთ რაც გამოიყენებთ რა. სადაც შეგიძლიათ ჯობია რომ გამოიყენოთ დინამომეტრიული. საქართველოში გვახასიათებს პროფესორობა რა. ეს ყველა პროფესორი ვართ, ყველა დარგში რა, მაგრამ მე სხვანაირად ვდგები რა. ანუ ინჟინრებმა დახარჯეს დრო, R&D გააკეთეს, გამოცდილება დააგროვეს და დაგიწერეს ესე რომ აი ეს ქენი ეს გააკეთე ესე რა. ჩვენთან ის кейსი არ არის რომ რაღაცა რომ უჩდება ნაწილი წარმოებელს მიმართო და იქ გაუტრაკო და გარანტიის ნაწილში რაღაცა დაგიბრუნონ, მაგრამ ეხლა უცხოეთში ეგ ისეთი თემაა რა. არ მიყვები მაგ რეგლამენტს, არავინ გარანტიასაც არ გაძლევენ. არ მოგწევს რა. ეხლა Yukon-ებს, ამაზე Yukon-ი დავაყენეთ, Raptor-ზე Revolution Gear-ი დავაყენეთ და აი ეწერა რომ lifetime warranty არის. და ქვემოთ ეწერა რომ if you proceed manufacture წესებს თუ მიყევით, რაც დაწერილი აქვს კომპანიას. იყო პირველი აქცენტი რა. რომ მიყევით torx minimum და ნუ ის ბილანების დასმის თემას რა. მაგრამ როგორც გამოგდის ესე ვაკეთებ რა. ეგ არის მოკლედ რა. იმ კაც გაგიმარჯოს. მადლობა აზრის გაზიარებისთვის. არა მარტო აზრის გაზიარებს, არამედ კიდე ერთხელ რომ twin-ში წაგვიკაკუნა რა. როგორც ხედავთ, ჯალანბარი გვიყენია, რომლის ვიდეოც არხზე არის და თუ არ გაქვთ ნანახი, ნახეთ აუცილებლად. მანქანა შემოვატრიალეთ და ეხლა ზუსტად იგივე პროცესი უნდა გავიმეოროთ, რაც წინახიდზე და ცოტა უფრო მეტ დეტალებში გაჩვენებთ როგორ ვიზავთ ამ ყველაფერს.
ერთი ცვეთაზე რო ვთქვათ. როგორი პატერნია. მარტივად? ხო, აი ახლა როგორ არის რა? აი. ცუდი როგორი არის? ცუდი არის, როცა არათანაბრად წერდება კბილს რა. ახლა აქ როგორც ხედავთ, აი ეს ოდრა მოპრიალებული რაც არის. ანუ სმაილი ეთყობა რა. და ოდნავ სმაილიც უნდა იყოს. ანუ არ უნდა იყოს, რომ ეს კბილი მაგალითად არ ეხახუნება და ეს ეხახუნება მარტო რა. ანუ ეს ნიშნავს, რომ წანაცვლებული აქეთ მხარეს და აქეთ თავისუფალია, აქეთ თანაბრად არის რა. ანუ ეძახიან even rearing თუ რაღაც ეგეთი. და აქ ახლა რაც ჩანს, კარგად არის რა. ანუ კბილანები ერთმანეთს კარგად ეხახუნება მარტივად რო ვთქვათ. ახლა მაგნიტით უბრალოდ უყურებთ მტვერი, მეტალის მტვერი როგორი აქვს. ახლა ვთეძავთ რა. თაკაც იგივეა რა. აი სკელზე არის. ეთყობა რა ქვია მას. მტვერი. აი თითიჩი აგროვე ერთ მხარეს მოუჩადე. ეს ძლიერი მაგნიტი ძლიუს ხო. მტვერად არის რა. იგივეა რა. მე შემიძლია თქვა, რატო არის ტექნიკურად. ტექნიკურად საჭირო. ხო, მეტალის ზონი, მოკლედ. ეს რაჯანა ქვია, კბილანებს რო ეძახიან, ეს პინიონი და რინგი. კანეჭკა პლანეტიჩკა. მოკლედ, მაგი იკეთდება, მოკლედ, ტექნოლოგია არის ბევრნაირი და საბოლოო ჯამში ზედაპირს ემატება ცემენტირებას ეძახიან მეტალს. მაგას აქვს ძალიან პატარა სხვაობები რა, იმ რა ქვია, პატარა კბილანას და დიდ კბილანას შორის. ძალიან არ უყვარს ტემპერატურა და უყვარს ძალიან თანაბარი ცვეთა, ნელა-ნელა, სანამ აიღებს სამუშაო სარკეს, ასე ვთქვათ რა. თუ აპკატკა არ კეთდება თანაბრად და მაგალითად ხიდი გადახურდა. ანუ ეხლა არ მოვყვები როგორ უნდა კეთდებოდეს, ძალიან მარტივია. პირველი 25 კილომეტრია ძალიან მნიშვნელოვანი, მერე მეორე 100 კილომეტრია და მესამე 800 კილომეტრი. მოკლედ პირველ 25 კილომეტრში ძალიან ხურდება ხიდი. ჩვენ შემთხვევაში 60 გრადუსამდე არ ასულა, რაც ნიშნავს კარგია, ზოგი იძახის 90-მდე წადია. არ გადაცილდა. როგორ? არ გადაცილდა. ხო, 60 რო არ გადაცილდა, მერე გავაჩერეთ, მანქანა გავაციეთ, იმინა გაციება ქვია მაგას, რომ გაცივდეს თვითონ ისა ხიდი. უნდა გაცივდეს და მეორე ზაიეზდი უნდა გააკეთოთ. იგივენაირად უნდა გაჩერდეთ, გააციოთ და მერე დანარჩენი 100-ის მერე უკვე დადიხართ ჩვეულებრივ რეჟიმში. უბრალოდ აკვირდებით ხმა თუ არ აქვს, თუ ხმა არ აქვს, აგრძელებთ ჩვეულებრივ აპკატკას. რატო არის მნიშვნელოვანი? თუ ტემპერატურა ავარდა 90 გრადუსის ზევით, მერე ხდება მეტალის გაფართოება. მეტალის გაფართოება რო ხდება, კბილანები ეხახუნება ერთმანეთს არა იმ დიაპაზონში, რაც თავდაპირველად იყო, რა ქვია, დასმული რა. და ეს ზედაპირს ცემენტირებას ეძახიან, არ ვიცი, რუსულად არის ატკოლმეტალა რა, ანუ ძვრება რა, მოკლედ მეტალის პატარა ნაგლეჯები გძვრება და რეალურად ეგ მეტალი გჭირდება საბოლოო ჯამში, რომ პოლირება მოხდეს ამის შესაბამისი და სარკისებური გამოვიდეს რა. შემიძლია იცი რა ვაჩვენო? რაპტორის ხახუნული კბილანები.
მოკლედ ეს არის რაც რაქტორზე მოხსენით სტოკი. აქ უნდა გამოჩნდეს რა. აი აქ გამოვადგინე. ნახე, საბოლოო ჯამში უნდა მიიღოთ აი ესეთი ეს ჩანს თუ არა ჩანს კამერაში მე ვერ ხვდები რა. აი სიპრიალე რა, სარკისებური ეფექტი და ფოკუსო. ხო, აი ეს სარკისებური ეფექტი უნდა იქნას მიღებული საბოლოო ჯამში რა. ხო და მოკლედ თუ ნორმალურად არ გაატარეთ ეს ბრეიკინგი რა, ხო. ამას ემართება მე მატოვი იჩითება და აი ეს ზედაპირი ძრება და ნუ მე უფრო მალე ცვეთა ემართება და ხიდი ხმასაც იკიდებს და მე ნელ-ნელა ინგრევა რა. აი ახლა ამასაც ეტყობა, ნახეთ, ქარხნულათაც როგორ იყო რა. აი ეს ნაწილი მონაკვეთი კონტაქტში არ იყო, მაგრამ აქეთა ნაწილი სუნთლიანად კონტაქტში იყო, ანუ არის რა, ეხლა თლათ იდეალურად ვერ დასვავ რა, მაგრამ საბოლოო ჯამში და მაინც ითვლება ნორმალური კაი ისა, რა ქვია. ცვეთა, ხო. აი ამაზე ეტყობა გიო. აი სარკესავით არის რა. ეტყობა? კი. ხო, აი სარკესავით არის რა, შეხედეთ. აი ესეთი უნდა იქნას საბოლოო ჯამში ესეთი უნდა მივიღოთ რა. ეხლა ბრეიკინგზე ამას ვერ მიიღებ, მაგრამ ბრეიკინგი გაძლევს იმის საშუალებას, რომ მე მეტალი ცემენტირება, რაც აქვს ზედაპირი დატანებული, ამან შეინარჩუნოს თავის სიმყარე და დიდხანს გაძლევს რა. წამოვიდა. ვაი. всё წამოვიდა მამი კარგად. მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ გვიყურებთ, გვიწერთ პოზიტიურ კომენტარებს, სუდის დაწერეთ, თუ საჭირო არის, ვეცდებით თქვენი აზრი გავითვალისწინოთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტიმულს და мотиваციას გვაძლევს იმისთვის რომ უფრო მეტი ვიდეო გადავიღოთ, უფრო მეტი გამოცდილება გაგიზიაროთ და გაჩვენოთ რა გვაქვს გაკეთებული. ან შეიძლება ისიც გაგვიჩნდეს სურვილი, რომ ვიღაცამ კომენტარებში დაწეროს, რომ მოდი ესქენით და შეიძლება ვქნათ. თუ ჩვენს გვაქვს მაგის ინტერესი ან გამოცდილება. მაგრამ ვცდილობთ მაინც გავაკეთოთ ისეთი რაღაცეები, რაც არ ვიცით და ამ პროცესში განახოთ, გაჩვენოთ, როგორ სწავლობთ ჩვენს, რა შესწავლებს უშვებთ და ასე შემდეგ. ცოტა ხანში იხილავთ ახალ ვიდეოს, სულ მალე დავიწყებთ გასვლითი ვიდეოების გადაღებას, რაც ამ არხის შექმნის მთავარი მიზანი იყო, ეს არის გასვლითი ვიდეოები, სადაც ვიმოგზაურებთ საქართველოს გარშემო და გაჩვენებთ, როგორ მოგზაურობთ, როგორ ცხოვრობთ ამ მანქანაში და რას ვიყენებთ და როგორ ვიყენებთ, მოკლედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ გავიხარდება. პირველი გასვლითი ვიდეო გვექნება რაჭაში, ნიკორწმინდაში, გადავიღებთ trial trophy ქვია შეჯიბს, პირველ 3 მაისს გაიმართება
და პარალელურად ალბათ კიდევ ცალკე დავრჩებით, რაც ლამაზი ადგილების აღმოსაჩენად და ცალკე მაგის ვიდეოსაც იხილავთ. დიდი მადლობა მოკლედ რო გვიყურებთ და მომავალ შეხვედრამდე. და გავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და კომენტარების დაწერა. ძალიან გვახარებს და დიდ мотивაციას გვაძლევს ეგ.